მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ საუბარს შესანიშნავი ვებ ინსტრუმენტის quiz-ის წერტილი.com აი ამ ვებგვერდის შესახებ. წინა ინსტრუქცია ეხებოდა ამ ვებგვერდზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით quiz-ის ტესტის შექმნას. ახლა კი მინდა გავაცნოთ სხვა შესაძლებლობები, რომელიც აქვს ამ ვებ ინსტრუმენტს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ავტორიზაცია, რომელზედაც აღარ ვისაუბრებ, ძალიან მარტივად ხდება. Gmail-ის ანგარიშითაც შეგიძლიათ ავტორიზაცია, ან რეგისტრაცია და Microsoft-ის ანგარიშითაც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, რომელიც გსურთ ავტორიზაცია. მე ვიყენებ Gmail-ის ანგარიშს. ძალიან მარტივად ხდება, როგორც ხედავთ, ავტორიზაცია. დაველოდოთ. გაიხსნა. ნახეთ აი ღილაკი create შექმნა. დავაწყაბოთ აი ამ ღილაკს. და შემდეგ ნახეთ აი სხვადასხვა შესაძლებლობები. მოსწავლეებისათვის დავალების შექმნა, ბარათების შექმნა, ინტერაქტიული ვიდეოს შექმნა, გაკვეთილისათვის სლაიდების და სხვადასხვა რესურსის შექმნა და ასე შემდეგ. აი მინდა ვისაუბრო ინტერაქტიული ვიდეოს შექმნაზე, რომელიც ძალიან საინტერესოა. ინტერაქტიული ვიდეოს შექმნისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი. ჩემ YouTube-ის არხზეც ნახავთ ინსტრუქციებს ინტერაქტიული ვიდეოს შესახებ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტიც ძალიან საინტერესო გახლავთ ამ მხრივ და მინდა გიჩვენოთ როგორ ხდება აქ ინტერაქტიული ვიდეოს შექმნა. აი დავაწყაბოთ ამ ღილაკს და შემდეგ ნახეთ შესაძლოა აქ მოძებნოთ რესურსებში, გამოიყენოთ YouTube-ის ვიდეო ან კომპიუტერიდან გამოაქვეყნოთ თქვენთვის სასურველი ვიდეო და იმ ვიდეოს საშუალებით, იმ ვიდეოს გამოყენებით შექმნათ ინტერაქტიული მიანიჭოთ მას ინტერაქტიული ხასიათი. მოკლედ მე გამოვიყენებ ამ შემთხვევაში YouTube-ის ვიდეოს, აი დავაწყაბოთ ამ ღილაკს და ნახეთ შესაძლოა ახლა აქაც მოიძებნოს, მაგრამ რა თქმა უნდა შერჩეული შეიძლება გქონდეთ შეარჩიოთ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, როცა აპირებთ რომ შექმნათ ასეთი რესურსი ინტერაქტიული ვიდეო, ამ შემთხვევაში იყოს აი ესე ძალიან მარტივად, უბრალოდ საჩვენებლად მაგალითისათვის აი ამ ვიდეოს გამოვიყენებ. უბრალოდ აქედან კი არა და აი აქედან დავაკოპიროთ მული. ასე ისჯობს. და შემდეგ ეს მული შემოვიტანოთ აი აქ ჩავსვათ. აი დაველოდოთ, აი უკვე ნახეთ შემოიტანა ეს ვიდეო, როგორც ხედავთ. და შემდეგ აი დავაწყაბოთ ღილაკს proceed. და აი უკვე მზად არის ვიდეო სამუშაოდ. აქ შესაძლებელია დავუმატოთ კითხვები, კომენტარები. ნახეთ შესაძლოა დაამატოთ კითხვა შერჩევითი პასუხებით. ან აი სუფთა ესე იგი ფურცელი, ასე ვთქვათ, დაურთოთ და იქ თქვენი გადასაწყვეტია რას დაამატებთ ამ ვიდეოს და რას თხოვთ მოსწავლეებს და ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა ღია ტესტი, ღია კითხვა, რომელზედაც თვითონ მოსწავლემ უნდა გასცეს პასუხი. ასევე შეიძლება დაურთოთ რაიმე კომენტარი ვიდეოს მოსწავლეებისათვის, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელი გახლავთ. ახლა ნახოთ ეს როგორ ხდება. და ხდება ძალიან მარტივად. აი ნახეთ დააწყაბებთ ჩაითოს ვიდეო. და სადაც გსურთ, იქ შეაჩერებთ. მოდე გავწიოთ ცოტა
წინ უბრალოდ დროის მოგებისთვის. ალექსანდრე მაკედონელი და დიოგენე ძველი ბერძენი მემატიანის პლუტარქეს გადმოცემით ალექსანდრე მაკედონელი დიდხანს ელოდა იმ დღეს, როცა სიბრძნით სახელგანთქმული დიოგენე სინოპელი მას საკუთარი ნებით ეახლებოდა. თავად ბრძენკაც კი არასდროს მოსვლია აზრად, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ერთხელაც ალექსანდრე დიდმა თვითონ მიაკვლია დიოგენეს კორინთოს სიახლოვეს. სინოპელი მზეს ეფიცხებოდა და არაფრად ჩაუგდია მაკედონელი და მისი აი მაგალითად ახლა შევაჩეროთ აი ამ ადგილას ვიდეო და ნუ რაიმე კითხვა დავსვათ. ამ შემთხვევაში ღია კითხვა იყოს. აი ნახეთ. აი აქ უნდა ჩაიწეროს კითხვა, როგორც ხედავთ. აქ შეგიძლიათ შემოიტანოთ დამატებით კიდევ სურათი რაიმე. ასევე ჩაწეროთ აუდიო. ეს შეიძლება იყოს თქვენი ხმა ჩაწეროთ. რაიმე მინიშნება მისცეთ მოსწავლეებს ან თუნდაც რაიმე დამატებითი ინფორმაცია ჩაწეროთ და ეს მოსწავლეები მოისმენენ. ან ნახეთ შეგიძლიათ დაამატოთ ვიდეოც ასევე. თუ რა თქმა უნდა ეს თქვენ გსურთ. ამ შემთხვევაში იყოს მხოლოდ კითხვა. მოკლედ აი მაგალითისთვის ვაკეთებთ ამას რა თქმა უნდა ძალიან მარტივ კითხვას დავწერ უბრალოდ. იყოს ასე რატომ მოისურვა ალექსანდრე მაკედონელმა დიოგენეს მონახულება. ან დიოგენესთან სტუმრობა, რა ვიცი როგორც არა აქ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა. აი ასე. შემდეგ რა თქმა უნდა ღილაკი save შენახვას უნდა დავაჭიროთ აუცილებლად რომ შეინახოს ეს კითხვა ჩაწერილი. და მოკლედ ეს კითხვა უკვე შენახულია, აი ნახეთ აი საწერია კითხვა. აქ ახლა რა თქმა უნდა შეგიძლიათ კითხვა შეასწოროთ, რედაქტირება მოახდინოთ კითხვის, ან წაშალოთ თუ არ მოგწონთ ეს კითხვა. შემდეგ გავაგრძელოთ, ნახეთ აი ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვანი ამალა. მე ალექსანდრე დიდი ვარ. მე კი ძაღლი დიოგენე. რატომ გეძახიან ძაღლს? იმიტომ რომ ვინც პურის ნატეხს გადმომიგდებს, თავისი კეთილი გულით, მე მას არ ვუყებ. ვუყებ მხოლოდ მას, ვინც ლუკმას დაინანებს, გულბოროტს კი აუცილებლად დავკბენ. ჩემი არ გეშინია? ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე. სიკეთეს წარმოადგენ თუ ბოროტებას? სიკეთეს. მერე ვინმე სამქვეყნადგან ეშინია სიკეთის. აი გავაჩეროთ და კიდევ შეგვიძლია ესე იგი რა თქმა უნდა. თქვენი გადასაწყვეტია რამდენ კითხვას დასვავთ. ახლა ვიდეოსაც ესე იგი ვიდეოზე ეს დამოკიდებულია ვიდეოზედაც რა თქმა უნდა, რა სახის ვიდეოა, რა ეხება, რა საკითხს ეხება და ასე შემდეგ. აქ შეიძლება იყოს რამდენიმე კითხვა, რომელზედაც იქნება რამდენიმე პასუხი და მოსწავლე შეარჩევს პასუხს, ამ შემთხვევაში ასეც შეიძლება. და აი ღია კითხვაც თავისთავად უკვე გიჩვენეთ როგორ შეიძლება შემოიტანოთ. აი რა ვიცი ესეც ვცადოთ სხვადასხვა ესე იგი ხო აი ჩავწეროთ ღია კითხვა კი არა და არჩევითი პასუხით კითხვა. აი იყოს ასეთი მაგალითად ვინ იყო დიოგენე? ვინ იყო მარტივი კითხვა ვინ იყო დიოგენე? და ამ შემთხვევაში აქ ახლა იწერება რა თქმა უნდა აი აქ ესე იგი ნახეთ აქაც შეიძლება სურათის შემოტანა და მიმაგრება თუ კი საჭიროა
ნახეთ, ან შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აი აქ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლოა შეიქმნას პასუხები. მაგრამ ჩავწეროთ აქ ესე იგი პასუხები, სავარაუდო პასუხები, ვინ იყო დიოგენე. ისტორიკოსი ვთქვათ. ისტორიკოსი. ბრძენი. თორს ასეთი. მწერალი. და იყოს ფილოსოფოსი. კი ბატონო, აი ასე. თუ საჭიროა კიდევ შეგიძლიათ მიამატოთ, რა თქმა უნდა. მოგლეთ, ახლა აქ მოინიშნება სწორი პასუხი. რო აი ეს არის სწორი პასუხი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არ არის სწორი პასუხები, რა თქმა უნდა. შემდეგ ვაჭერთ ღილაკს save. აი ასე. და კიდევ გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა და დავსვათ კითხვა. დადუნდა მაკედონელი და ბოლოს ეზღა მოახერხა ეთქვა მისთვის. ისურვე რაც გინდა და შეგისრულებ. ერთადერთი რაც ახლა მსურს არის ის, რომ გთხოვო გაიწიო, რადგან მზეს მიჩრდილო. ამ შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე დიდმა ამალასთან აღიარა. მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, აუცილებლად ვინატრებდი დიოგენე ვყოფილიყავი. აი აქაც შევაჩერებთ და დავსვავთ კითხვას. ძალიან მარტივად. ნახოთ. აი აქ უკვე შეგიძლიათ გამოიტანოთ ფურმის შენიშვნისათვის უფრო დიდი სივრცე. რაღაც მითითება დაუწეროთ მოსწავლეებს, თუ კი ეს გჭირდებათ, რა თქმა უნდა, ღია კითხვა დასვათ, როგორც უკვე ჩვენ გავაკეთეთ და ასევე რაღაც ესე იგი შენიშვნა ან კომენტარი შეგიძლიათ დაურთათ. მე მაგალითად ისევ გამოვიყენებ ამ შემთხვევაში ღია კითხვის ფუნქციას და დაუწერ მოსწავლეებს ასეთ კითხვას, აი როგორ დაახასიათებდნენ. რა თქმა უნდა, ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე ვსვავ ამ კითხვას, როგორ ხასიათებთ ალექსანდრე მაკედონელს როგორც ადამიანს, ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც ნატრობდა იმას, რომ დაავადებულიყავი ალექსანდრე მაკედონელად, დიოგენე, ვინატრებდი, რომ დიოგენე ყოფილიყავიო და ამ შემთხვევაში ასეთი კითხვა, როგორ დაახასიათებთ ალექსანდრე მაკედონელს როგორც ადამიანს. აი ასე. და თვითონ მოსწავლეები იმსჯელებენ და გასცემენ პასუხს, რა თქმა უნდა. ღილაკის save შენახვა. ეხლა ეს პატარა ვიდეო შევარჩიე მაგალითისათვის, რა თქმა უნდა, თითოეული კითხვის რედაქტირება შესაძლებელია, წასვლა შესაძლებელია, აი ღილაკი edit, თუ დააწყაპებთ edit და აი აქ უკვე შეგიძლიათ რედაქტირება, მაგრამ რედაქტირება, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ რედაქტირებას, უბრალოდ ეს შეიძლება იყოს საჭირო ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, და გიჩვენეთ. აი აქედან კიდევ შეგიძლიათ დაამატოთ, ნახე. პატარა, ესე იგი, შეიძლება ეს იყოს ინფორმაცია, დამატებითი ინფორმაცია დიოგენეს შესახებ, ამ რაიმე მინიშნება, ან რაღაცა რჩევა. აი თქვენი გადასაწყვეტია, რაში გამოიყენებთ აი ამ სივრცეს. Note შენიშვნა, ან რაღაცა მინიშნება, ან მითითება, აი თქვენზეა დამოკიდებული კიდევ ვიმეორებ. შემდეგ რაც ვაკეთებთ? შემდეგ ვაკეთებთ, აი ეს იგი preview, ნახოთ, როგორ გამოიყურება ეს რასახით მიუვათ მოსწავლეებს. აგერ ვიდეო და აგერ კითხვები. ახლა თუ ჩვენ ჩავრთავთ ვიდეოს, ნახეთ, ახლა აი აქ ნახეთ, ჩავრთათ და ცოტა სწრაფად გადავიტანოთ. თუნ მიაკვია დიოგენეს კორინთოს სიახლოვეს. სინოპელი მზეს ეფიცხებოდა და არაფრად ჩაუგდია მაკედონელი და მისი ხო, აი, მაგძელებს. ცხოვანი ამალა.
მე ალექსანდრე დიდი ვარ. მე კი ძაღლი დიოგენე. რატომ გეძახიან ძაღლს? იმიტომ რომ ვინც პურის ნატეხს გადმომიგდებს. ხო, აი ნახეთ ახლა უყურებს ვიდეოს მოსწავლე, აწყაბებს კითხვებს, წერს პასუხებს, აი აქ როდესაც მოსწავლეს მიუვა, ნახეთ ახლა ღია კითხვა არის და შეუძლია აი 1000 სიმბოლო გამოიყენოს და გასცეს პასუხი, საკმაოდ ბევრია, შეუძლია აღწეროს და ახასიათოს სიმსჯელოს, რატომ ეს მოისურვა დიოგენეს მონახულება და განსაკუთრებით კიდევ ნახეთ აი ეს კითხვა როგორ დაახასიათებთ ალექსანდრე მაკედონელს, როგორ დაახასიათებთ მაკედონელს. ერთი წუთით დავბრუნდები უკან, აი აქ ჩვენება საჩვენებელი, აი როგორ გამოიყურება ეს ჩვენი ინტერაქტიული ვიდეო და აი აქ როგორ დაახასიათებთ ალექსანდრე მაკედონელს და ნუ საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს რომ აღწეროს მოსწავლემ იმსჯელოს მაკედონელზე როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე. მოკლედ, შემდეგ გამოქვეყნება, აი ეს publish ღილაკი აუცილებლად გამოვაქვეყნოთ. ნახოთ. ხო, აი აქ ახლა ჩაიწერება, რა თქმა უნდა, სახელწოდება ალექსანდრე მაკედონელი. შემდეგ რომ ეს არის საგანი ისტორია, კლასი, რა თქმა უნდა. აი აქ მოვძებნით, ნუ ჩავწეროთ მაგალითად მე-7 კლასი, კი ბატონო. ანუ ახლა ენა ახლა აქ იქნება შეგვხვდება, რა თქმა უნდა, ნახოთ აი ჯორჯიან, ქართული და visibility აუცილებლად აი ნახეთ საჯარო. ანუ აი ეს უნდა მოვნიშნოთ აუცილებლად. აქ შეგვიძლია მივამაგროთ ალექსანდრე მაკედონელის სურათი, უფრო ლამაზი იქნება, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივია ახლა ამ სურათის მოძიება, რა თქმა უნდა. აი გავაკეთოთ ესეც. წინასწარ გვექნება შერჩეული სურათი, რა თქმა უნდა, როდესაც გადავწყვეტ ტესტის კი არა და ინტერაქტიული ვიდეოს გაკეთებას. მოვიძიებთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სურათი არსებობს და ერთ-ერთს ახლა შევარჩევთ, რა თქმა უნდა, იყოს აი ეს. გადმოვწეროთ ეს სურათი. აი ასე. აი დესკტოპზე მარტივად ალექსანდრე მაკედონელი. და კი ბატონო, აი შევინახოთ და დავბრუნდეთ და აი გავუკეთოთ თავფურცელს. შემოვიტანოთ, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნოთ, აქ მოძებნოთ. აქაც შეიძლებოდა ან ბმული თუ გაქვთ სურათის ბმულით შეგიძლიათ ჩასვათ და ბმულით შემოიტანოთ. ეს შესაძლოა იყოს JPG, ესე იგი PNG, GIF შეიძლება შემოიტანოთ, აი დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის სურათი შეგიძლიათ შემოიტანოთ. ამ შემთხვევაში მე შემოვიტანი მოძიებულ სურათს, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივად, აი ასე. და save ღილაკი, რა თქმა უნდა, შენახვა. და publish აუცილებლად გამოქვეყნება. აი ეს გამოქვეყნებულია და აი ტესტიც არის. უკვე. აი აქაც ნახოთ ახლა როგორ გამოიყურება კიდევ ერთხელ. აი ასე გამოიყურება. და ამ შემთხვევაში უნდა დააწყაპოთ play as student, როგორც სტუდენტმა ისე უნდა გააკეთოთ ეს ტესტი, აი დააწყაპებთ აი ამას. და ნახეთ ახლა გამოვა ისეთი სახით, როგორი სახითაც ამას მოსწავლეები ნახავენ, როდესაც გაუგზავნით მოსწავლეებს. Preview, შეგიძლიათ preview as student, როგორც მოსწავლე. ნახოთ. აი იწყება ტესტი. და ნახეთ ახლა ეს ვიდეო.
ჩართავთ. დავაჩქაროთ ცოტა. შეიძლება აი მაგრამ ვერ ერთი ტესტი მაინც ნახოთ. შეგიძლიათ მთლიან ეკრანზე გახსნათ. აი სუბტიტრებს დააწყაპეთ, რომ არ გამოვიდეს სუბტიტრები, არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. ნუ ვერ ვაჩქარებ სამწუხაროდ, არ გამომდის ამ შემთხვევაში. ძველი ბერძენი მემატიანის პლუტარქეს გადმოცემით ალექსანდრე მაკედონელი დიდხანს ელოდა იმ დღეს, როცა სიბრძნით სახელგანთქმული დიოგენე სინოპელი მას საკუთარი ნებით ეახლებოდა. თავად ბრძენკაც კი არასდროს მოსვლია აზრად, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ერთხელაც ალექსანდრე დიდმა თვითონ მიაკვლია დიოგენეს კორინთოს სიახლოვეს. სინოპელი მზეს ეფიცხებოდა და არაფრად ჩაუგდია მაკედონელს. ნახეთ აგი, როდესაც მივიდა იმ ადგილს, სადაც ესე იგი ჩვენ შევაჩერეთ და ტესტი ჩავსვით, კითხვა ჩავსვით, ნახეთ. ესე იგი მოგეწონა თუ არა ამ შემთხვევაში კი ბატონო, ეს პირველი შეკითხვა ყოველთვის იყოს yes, კი ბატონო, მოგეწონა. და შემდეგ და მისი მრავალდება და აქვე არის კითხვა, ნახეთ, კითხვა, რატომ მოისურვა ალექსანდრე მაკედონელმა დიოგენეს მონახულება? აი აქ ჩაიწერება პასუხი. ნუ დავწეროთ რაღაცა სიმბოლური პასუხი, კი ბატონო, მას აინტერესებდა დიოგენეს გაცნობა, იყოს მარტივად, აი ასე. დიოგენეს გაცნობა, კი ბატონო. და ესე იგი, აი, პასუხი დავწერეთ, აი ასე. და რა თქმა უნდა, შემდეგ ვაგრძელებთ. ხო, ნახეთ. დიოგენეს გაცნობა. აი ეს ჩავწერე. და უნდა გაგრძელდეს ფაქტობრივად ვიდეოს ჩვენება. მას დიოგენეს აინტერესებდა ზუთი. დიოგენეს გაცნობა. და თვითონ ესტუმრა მას. აი ეს. კი ბატონო. ყოველრიცხოვანი ამა. ალა. მე ალექსანდრე დიდი ვარ. როგორც ხედავთ, მე კი ძაღლი დიოგენე. ეს ყველაფერი ძალიან რატომ გეძახიან ძაღლს? აი დაველოდოთ კიდევ. იმიტომ რომ ვინც პურის ნატეხს გადმომიგდებს, თავისი კეთილი გულით, მე მას არ ვუყებ. ვუყებ მხოლოდ მას, ვინც ლუკმას დაინანებს. გულბოროტს კი აუცილებლად დავკბენ. ჩემი არ გეშინია? ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე. სიკეთეს წარმოადგენ თუ ბოროტებას? სიკეთეს. მერე ვინმე სამქვეყნად განა ეშინია სიკეთის. ნახეთ, აქ რა ხდება? გადავიდეთ. ვინ იყო დიოგენე? ეს ხო შემდეგი კითხვა იყო. აი აქ ეხლა ვინ იყო? სწორი პასუხი უნდა მოძებნოს მოსწავლემ და ჩვენ მოვნიშნეთ, რომ ფილოსოფოსია სწორი პასუხი. ხო, აი. უნდა მოიგოს. დადუნდა მაკედონელი და ბოლოს ეზღა მოახერხა ეთქვა მისთვის. ისურვე რაც გინდა და შეგისრულებ. ერთადერთი რაც ახლა მსურს არის ის, რომ გთხოვო გაიწიო. რადგან როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა ვნახოთ აი აქ პარამეტრებში რა შეიძლება შევცვალოთ. აქ შეიძლება ესე იგი მუსიკა დაერთოს, თუ კი საჭიროა რა თქმა უნდა, მუსიკა ჩაირთას და ექნება რაღაცა ეფექტები და ასე შემდეგ, თუ ეს საჭიროა რა თქმა უნდა. კიდევ რა შეიძლება, მოკლედ გააჩნია ახლა ეს როგორი სახის ინტერაქტიული ვიდეოა.
და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს. აი ესე დავაპატარაოთ ეკრანი და შემდეგ დავბრუნდეთ უკან. ეს როგორც ხედავთ, უკვე მზად არის ეს. და ნახეთ, აი აქ და ფაქტობრივად ეს უკვე მზად არის. და ნახეთ, შეინახება თქვენს რესურსებში აქ, ამ შემთხვევაში ჩემს რესურსებში. აი თუ გადავალ ესე იგი აი ამ გვერდზე. და აი ნახეთ უკვე ფაქტობრივად ჩემი შექმნილი რესურსები. აგერ ალექსანდრე მაკედონელი მე-7 კლასისთვის, საქართველოს ისტორია ვახტანგ გორგასალზე და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც ხედავთ, არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს აქ ინტერაქტიული ვიდეოს შექმნა. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. გიზურვებთ წარმატებებს.